თავი 21. მიახლოვე აარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ. აარონი, ნადაბი, აბიხუ, ელიაზარი და ითამარი, აარონის ძეები. გაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისა და მშვენებისათვის. ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მიავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს მის გამოსაცალკავებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს. აჰა სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ, სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი, დაუმზადონ სამოსელი აარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიღონ ოქრო, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული მატყლი და ბისონი. ოქროსგან გააკეთონ ეფოდი, ცისფერი და ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით. ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას ორივე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს. ეფოდის სარტყელი, რომელიც მასზეა, ისეთივე ნახელავი უნდა იყოს, ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა. აიღე სარდიონის ორი ქვა და ამოკვეთეზეთ ისრაელის ძეთა სახელები. 6 ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი 6 სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმოშობის მიხედვით. ქვისმთლელის ნაკეთობით. საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში. მიამაგრე ორივე ქვა ეფოდის სამხრეებზე, ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები და ატაროს აარონმა მათი სახელები უფლის წინაშე სამახსოვროდ ორივე სამხრეზე. ბუდეები ოქროსი გააკეთე, ასევე სუფთა ოქროს ორი წეწყვი, გრეხილი ნაკეთობა, წნული ნამუშევარი და მიამაგრე წნული ძეწყვები ბუდეებზე. გააკეთე განკითხვის სამკერდული, ოსტატური ნაკეთობით. ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია გაწყობილი, ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ქსოვილისგან, გრეხილი ბისონისგან დაამზადე. 4 იყოს, ორკეცი, მტკაველი სიგრძე და მტკაველი სიგანე და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები, ქვების 4 მწკრივი, ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა, 1 მწკრივი, მეორე მწკრივი, ზურმუხტი, საფირონი და ალმასი, მესამე მწკრივი, იაგუნდი, აკატი და ამეთვისტო, მეოთხე მწკრივი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპის ქვა. ოქროს ბუდეში უნდა ჩასვა ისინი. ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები. 12 ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე 12-დან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული. გააკეთე სამკერდულზე სუფთა ოქროს გრეხილი, დაწნული ძეწყვები. ოქროს ორი რგოლიც გააკეთე სამკერდულზე და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე. ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. ორთავე წნულის ორივე კიდე მიაბი მის ორ ბუდეზე და წინიდან მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე. გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა. გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორთავე სამხრეზე ქვემოთა წინა მხრიდან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელთან შეერთების ადგილზე. მიამაგრონ სამკერდული ბისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონარით, რათა იყოს იგი ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს. ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე. ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი და იქნება ისინი აარონის გულზე, უფლის წინაშე მისის შესვლისას. მუდამ გულზე ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სამართალი უფლის წინაშე. დაამზადე მოსასხამი ეფოდისთვის, თლიანად ცისფერი ქსოვილისგან, შუაში თავის გასაყრელი ჰქონდეს ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგივით.
ჭრილს ოსტატური არ შეახქონდეს კიდეზე შემოვლებული, რომ არ შემოირღვეს. მის კალთებზე გარშემო ბროწეულები ამოქარგე ცისფერი, ძოჭისფერი და მეწამული ძაფით და ოქროს სეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის. ოქროს სეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე ირგვლივ. იყოს იგი აარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა წმიდაში უფლის წინაშე შესვლისას და გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს. გააკეთე სუფთა ოქროს გვირგვინი და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის თვიფრით, წმიდა უფლისათვის. მიამაგრე იგი ცისფერი ზონარით და იყოს იგი თავსაბურველზე. თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი. ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა შესაწირავთა ბრალი, რომელთაც შესწირავენ ისრაელის ძენი ყოველი შეწირვისას და მუდამ შუბლზე ეკეთოს, რათა სასურველნი იყვნენ უფლის წინაშე. მოგსოვე ბისონის კვართი და ოსტატურად მოქარგული სარტყელი გაუკეთე. გაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი და ქუდებიც გაუკეთე მათ დიდებად და მშვენებად. შემოსი ამ სამოსით შენი ძმა აარონი და მისი ძენი. ზეთისცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიო. დაუმზადე მათ სელის ქვედა სამოსელი, სხეულის სიშიშვლის დასაფარად, წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს. იქონიონ ისინი აარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას წმიდაში მსახურებისთვის, რომ არ დაედოთ ცოდვა და არ დაიხოცონ. საუკუნო წესია ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მას შემდეგ.